აბა, გუგა და ონისე, დღეს თქვენ ტროლი და ბოტი აღარ ხართ, დღეს ჩათვალეთ რომ ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალია და თქვენ ხართ გოჩა და შორენა. ჩვენი სტუმრები არიან ელენე ჭანიშვილი და ლუკა დავითაია. გვარები აგერია. ჯანგი იგებს ხალხი. ლუკა და ელენე ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულები არიან. მე ჩარა ვთქვი რატო არ მეცნობიან თქო. ჩვენი სტუმრებიდან ერთი ცნობილია და მეორე ისერა. გეიგი ახლა რომელია ცნობილი და რომელი ისერა? გუგა, ვარსკვლავი რომელია ამათში? ის ლამაზი როა, ლუკა. რა გითხარით მე თქვენ? ცეკვავენ ვარსკვლავში ისეთი უცნობი ხალხი ცეკვავდნენ, ვინ არის უფრო იყოს. ელენე და ლუკა მის შემაგრად იცეკვეს ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალში ბრიტანეთმა იმედი დაასანქცია. ალბათ მივხვდით ვინ იცეკვა პოზიტივში ბრიტანეთმა ჩვენც რო დაგვასანქცია. ცეკვავენ ვარსკვლავებში რატომ მიიღეს მონაწილეობა? კაცი ბინის გამო რას არის კადრებში. ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია ისეთი ლამაზები არიან, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ. მართლა? მაშინ იქით ამ მომწონს და აქეთა შენ. შენ გაგიმართლა მაინც. ლუკა ჭანიშვილი ისეთი იდეალურია, გონი არც არსებობს. ლუკა ჭანიშვილის ქუჩაში ღმერთო გამახსენე რა ქვიას ეძახიან. ლუკა ჭანიშვილმა თავის განული ცხოვრებას თვალი გადაავლო და მიხვდა რომ ჯერ არ გაუვლია. ლუკამ ბათუმში მოიგობინა. თბილისში იცეკვა და ბათუმში მოიგობინა. მერე ჯერ ბათუმში ეცეკვა და თბილისში მოიგობინა. ლუკა ჭანიშვილმა ცეკვით ბინა მოიგო და ახლა სიმღერით არ ემონტებში. ერთხელ ლუკა ჭანიშვილმა ქორწილში ისე მაგრად იცეკვა, დადებული ფული უკან დაუბრუნეს. ლუკა ჭანიშვილი ქართულს ისე მაგრად ცეკვავს, საერთოდ არ ჭირდება გოგო მეწყვილე. ნეტა ლუკას მეუღლე ელენეზე არ ეჭვიანობს. არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვაეჭვიანოთ. ანდაც როგორ გინდა არ იეჭვიანოს, ასეთ გოგოს რო ხელში აიყვანდა. ამ ეტაპზე საკმარისია. ლუკას უამრავი ადამიანი ურეკავს და წერს, ელენე დავითაიას ნომერი მომეციო. ელენე დავითაია არის სამეჯლისო სპორტული ცეკვების მოცეკვავე. სამეჯლისო სპორტული რას ნიშნავს? თარო ცეკვა და თანფეხბურთი რო თამაშო. სხვათა შორის ცეკვების დროს ელენეს მეც დაუმესიჯე. ონი შეხედავ რა გოგოს ვემესიჯებოდი. ელენე დავითაია ჯერ არ გათხოვილა და უკვე ქმრის გვარზე გადავიდა. ლებს უტრო ბიჭო. აბა დავითი ვინა? ელენე დავითაია ხანდახან გია დავითიანში ეშლებათ. ლუკა ჭანიშვილი რო შეაბრუნო, დავითაია ელენე გამოდის და დათო ფორჩიძე რო შეაბრუნო, ვოისი. დათო, შენ რას ფიქრობ? ამ წვილზე. დანებე ეჯინოს. ელენე სობი მუსიკის მოსმენა ყოფილი. რას კიდე ეკიდე ბიჭო ამ ელენეს? ლუკას გადაკიდებას, ელენეს გადაკიდება არ ჯობია. ცეკვავენ ვარსკვლავებში რო დაგიჯახონ ონი შეჭახვალ. რა თქინდა ბიჭო ცეკვავენ ვარსკვლავები? ეგერ ბიძაცემთან მიუშავებ შენებლობაზე, იქ მაინც მაჭმევენ. ყველას გვაინტერესებს თქვენ გეჩოდინებათ. ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალში გოჩა ჩეტკოვის მართლა გია ჯაჯანიძე ეჩვა. წავით ახლა, თუ რამე გეწყიდა ელენე, მე მითხარი ახლა. ერთხელ მაინც გქონდეს შენთან გამოლაპარაკების შანსი. იმედია თქვენ ციცინეთ ჩვენ ხუმრობებზე. თუ რამე არ მოგეწონათ, ზურას დაურეკეთ და დაუმესიჯეთ. მოკლედ ლუკა და ელენე თუ რამე გეწყინათ, გოჩა ჩეტკოელს უთხარით. ჩეტკოელი ზურას ეტყვით, არ ამგონია ზურამ ჩეტკოელის ქართული ეიგოს. გერაცვალეთ, დიდი მადლობა.